Spāta Davitāja, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე ისაუბრებს ჩვენთან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა. ზელენსკის შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ზელენსკის თქმით, ომის სულ პირველივე წამიდან უკრაინამ მშვიდობას ეძებდა, უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს, რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება. პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან. კარგი დისკუსია, მნიშვნელოვანი დეტალები. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მთელი დახმარებისთვის და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის. რომ ამერიკის სიძლიერე იგრძნობოდეს, დეტალური საუბარი გქონდა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. როგორ დავაბრუნოთ ჩვენი ომის ტყვეები უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებზე. ამ ომის სულ პირველივე წამიდან უკრაინამ მშვიდობას ეძებდა. ჩვენ უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს, რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება. უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. შევთავაზეთ შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და ყველაზე კონსტრუქციული გზა. ჩვენი გუნდი 24/7-ზე მზადაა იმუშაოს. წარმატება ყველას გვაერთიანებს. უკრაინა შეერთებული შტატების ძლიერი ურთიერთობები მთელს მსოფლიოს არგებს. მადლობას ვუხდი გენერალ კელოგს ერთობლივი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად წერს ზელენსკი. სტუმარი უკვე ხაზზეა, ბატონი პაატა დავითაია გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ. ბატონო პაატა, სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ საგარეო პოლიტიკაზე, თქვენთან მინდა დავიწყო არჩევნები ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩატარდა აფხაზეთში. მე სანამ კითხვას დაგისვამთ, ძალიან მოკლე ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებითაც მივაწვდი რადიო მსმენელს. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 1 მარტს გაიმართება, მეორე ტური დე-ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს ადგურ არძინბას შორის გაიმართება. აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ. და დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი სხვა 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. დე-ფაქტო არჩევნების გამართვამდე ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში დიდი უპირატესობით ექნება ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დანარჩენი 3 კანდიდატის მხარდამჭერები სწორედ მას მისცემენ ხმას. შესაბამისად, გითხარით თქვენი მოლოდინი როგორი არის და რა სიტყვით კანდიდატებზე? დავიწყოთ იმით, რომ ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, ბოლო არჩევნები, სადაც აფხაზეთს ექნება საშუალება თავისი ნება გამოავლინონ და ფაქტიურად რუსეთი აღწევს ამ ნებას მათი ზეწოლით. საუბარი არის ფინანსურ ზეწოლაზე, საუბარი არის იმ ბლოკადაზე, რომელიც არის სამხედრო ზეწოლაზე. ეს კანდიდატი არის გუნბა და ეცდება ყველაფერი, რომ გუნბა გახდეს პრეზიდენტი. ხოლო არძინბასთან დაკავშირებით, არძინბა მოდი ასე თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აფხაზურად განწყობილი, რომელიც მართლა გონია, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი. ფაქტი ერთია, რომ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში უკიდურესად დიდი ზეწოლა იქნება აფხაზეთზე და დარჩებიან ბლოკადაში. ამიტომ მე ეჩვენებარება, რომ იმ ზეწოლის ფონზე რაც ახლა ხდება, არძინბამ გაიმარჯვოს. იმიტომ რომ ფაქტურად აფხაზეთის კურატორობა რუსეთში გადაიბარა კირიენკომ
კირიენკო არის ადმინისტრაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე და ერთ-ერთი გავლენიანი პირია პუტინის შემდეგ კრემლში. კირიენკო არის აფხაზეთიდან, ის მე-7 კლასამდე სწავლობდა აფხაზეთში, მისი მშობლები მუშაობდნენ ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში აფხაზეთში და მან კარგად იცის, ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, არა მარტო აფხაზი, არამედ ქართველები და ის ადმინისტრაციაშიც აფხაზების მუშაობენ და ქართველები, ოღონდ აფხაზეთიდან მინდა ხაზი გაუსვა ამას, ეს ხატყოფს იმას, რომ აუდენ კარგად ფლობს ის ინფორმაციას, მისი ჩარევით ამ თემებში ეს არის ჩვენება თუ როგორი არის დიდი ინტერესი კრემლის აფხაზეთის მიმართ და მე ჩვენ ვეპარება რომ არგენტინამ გაიმარჯვოს ამ რბოლაში, ალბათ გუმბა იქნება პრეზიდენტი. ამის შემდგომ განახორციელება ზეწოლები, იმიტომ რომ ლავროვთან შეხვედრაზე გუმბამ პირდაპირ თქვა, რომ პირდაპირ უცხეს გუმბას, რომ მან ის შეთანხმებები რაც იყო რუსეთთან, რადგან მოყვა ოპოზიციის გამოსვლები, ეს ყველაფერი უნდა განახსნეს. მთელი ამ კამპანიის უკან, გუმბას კამპანიის უკან დგას ალექსანდრე ანკვაბი, გარეთ ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსი იქა, ბჟანიაც მისი დასმული იყო და ეხლა ეს შეტაკება ოპოზიციასთან ფაქტურად იგებს ანკვაბი, იმიტომ რომ გუმბა არის მისი ადამიანი, მარიონეტი, ვიცი თუ შეიძლება ითქვას არა რუსების მარიონეტის კი არის ფაქტურად არც ეკითხება გუმბას არავინ არაფერს, არის ყველაფერი ხდება ანკვაბთან, ანკვაბი არის თავარი მოთამაშე, რადგან ის პირველი ვერ ხდება, ამიტომ არის გუმბა, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ანკვაბი ან პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება, ან იქნება პარლამენტის თავმჯდომარე მომავალი არჩევნების პერიოდში. ფაქტი ერთია, რომ ანკვაბი ინარჩუნებს სულ კონტროლს პოლიტიკურ სპექტრზე და იმ ურთიერთობაზე, რასაც ქვია სეპარატისტებისა და რუსეთის. ეს სიტუაცია შექმნილია. კი ბატონო, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესს ვადევნებთ თვალყურს. და აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ კითხვა თქვენ როგორ აფასებთ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ როგორ დასრულდება და რა შედეგით და პირობებით მიიღწევა უკრაინაში მშვიდობა, ტრამპის სხვადასხვა განცხადებები მოვისმინეთ ბატონო პაატა, მე რამდენიმე ციტირება გავაკეთე, ერთ-ერთი არის ის, რომ უკრაინასთან მიმართებაში აცხადებს და ზელენსკის მიმართავს ტრამპი, რომ არ უნდა დაეწყო ეს ომი, შემდეგ ამბობს მის რეიტინგზე და აუცილებლობაზე, რომ არჩევნები გაიმართოს. მოდით შეგვიფასეთ ეს პროცესი, რომელიც დაიწყო ამ უკრაინის ირგვლივ ახალი ადმინისტრაციის პირობებში. რა გზავნილებია ეს, რა პროცესთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მესმის, რომ ძალიან რთულია და ანალიტიკოსებს ძალიან უჭირთ რამე პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან არაპროგნოზირებადობით ხასიათდება ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება და როგორ აკვირდებით, როგორ შეიძლება ეს კონფლიქტი მოგვარდეს ან დაპაუზდეს? დავიწყოთ იმით, რომ ეგ არის ძალიან რთული პროცესი, რაც ახლა ხდება. ამას საკავშირში დგას ტრამპისა და ზელენსკის პიროვნული დაპირისპირება. მეორე ვადროცა იყიდა ტრამპი და არჩევნები, როდესაც ის ჰანტერ ბაიდენზე თხოვდა კომპრომატებს ზელენსკის და ზელენსკი მას არ მისცა. აქედან მოდის ეს ყველაფერი დაპირისპირება ზელენსკისა და ტრამპს შორის. სამწუხაროა, რომ პიროვნული მომენტები ძლიან თავს ესეთ გლობალურ კონფლიქტში, ასეთ გლობალურ დაპირისპირებაში თავისუფალ სამყაროსა და დიქტატორ პუტინს შორის, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის პოზიციები ძალიან კაცრად მოხდა ევროპის პოზიციების დაფიქსირება ამ მიმართულებით, რომ დაეხლა 24-ში იქნება ევროპის ლიდერების ვიზიტი, ევროკავშირის ლიდერების ვიზიტი სწორად კიევში. აქ არის თემა ასეთი, რომ ტრამპი მოდით ასე ვთქვათ, ის საარჩევნო დაპირება, რაც მას ჰქონდა, რომ მას გააჩნდა გეგმა 24 საათში უკრაინის ომის გაჩერების, გამოდგა, რომ ეს გეგმა არ არსებობს. პირველი. მეორე, გამოდგა ის, რომ ტრამპი
წიაღისეულს ხოს უკრაინას და ეგ არის ყოველთვის მეუღებელი, იმიტომ რომ უკრაინის საკუთრებაა ეს ერთი და მეორე განცხადებები რომ თავისუფალი სამყარო ეხმარებოდა ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს დახმარება ეხლა ღირს ფული, ყოველთვის მეუღებელია ეს უფრო მარადიორობას გავს რა, როდესაც დაგიპარტახებენ და გადაგიწვავენ სახლებს და დაგინგრევენ და მარადიორები შედიან და დარჩენილი ქონება მიაქვს. გადაეცეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ განცხადებას მიმართ. და ეს არის ну ახლა მესმის რომ ბიზნესმენური მიდგომაა, მაგრამ გეოპოლიტიკაში ბიზნეს წესებით არ განიხილება ცხოვრება. აქედან გამომდინარე, რეალურად ჩვენ ხედავთ იმას, რომ პროცესი ალბათ წავა იმ თვალსაზრისით, რომ განხორციელებული ხდება დაწოლები ზელენსკიზე, ევროპის მხრიდან მოყვება გარკვეული რეაქციები. თქვენ ხედავთ, რომ სენატორები რიგში დადნენ ტრამპის კრიტიკით ზოგჯერ თითოეულ არ არის გასული, ხო? დემოკრატებმა ჩართეს უკვე პროცედურები 100.000 ხელმოწერა შეაგროვეს და მიდის ხელმოწერების შეგროვება უკვე იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ეხლა მე არ მინდა თქვა რომ იმპიჩმენტი იქნება. მე მითქვა მინდა რომ ამით რომ პროცედურები საზოგადოებრივ ხაზინიდან გაუსვა მოსახლეობის ხელმოწერის მოგროვებიდან გამომდინარე ეს პროცესები დაიწყო. ამიტომ ტრამპს გაუჭირდება, მოდი ასე ვთქვათ, ის იდეების გატანა, იმ იდეების გატანა, რაც მას სურს. ასე მარტივად არ იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველა ხდება ერთ რაღაცას, რომ ომი უნდა შეჩერდეს, ხა ეგ კატასტროფა არ ხდება. აქედან გამომდინარე, ომის შეჩერებას მხოლოდ დიალოგი შეიძლება, ხო? და მე ვფიქრობ, რომ დიალოგის გზებით არ ვიცი რა ის იქნება ამას მოდი ასე ვთქვათ, სხვადასხვა სვლები, მაგრამ დიალოგი უნდა შედგეს და აქ ტრამპის პრობლემა შეიქმნება, ტრამპმა თუ ვერ შეძლო რაღაცამდე მაინც მიყვანა თავის დამაპირების, ეს იქნება მისი კრახი საერთაშორისო არენაზე და ამას არ აპატიებენ ამერიკაში. შიდა ეკონომიკური საქმეები მას კარგად მიჰყავს, მაგრამ აი ეს გარე პოლიტიკის თემა პირველი ვადა მან წააგო ამის გამო, გარე პოლიტიკის გამო, არასწორად არანაული პოლიტიკის გამო. დღესაც ფაქტობრივად ერთ-ერთი იქ აღმოჩნდა რა ისო. ამის ძალიან საინტერესო მაგალითი არის, მაგალითად გუშინდელი თემა, როდესაც USAID-ის ხელმძღვანელი დაიბარეს ტექსასში და აღუთქვეს ის, რომ მოხდება აღდგენა მისი სამსახურში და გარკვეული თემების განხორციელება. რას ნიშნავს ეს? ესენი რაღაც ძალები ჩაერია, ხო? ჯერ ავიღოთ ეს ხისტი პოლიცია ტრამპის USAID-თან დაკავშირებით და გუშინდელი დღიდან დაიწყო გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით. ესე იგი, ცხადყოფს, რომ ინსტიტუტების ბრძოლა მიდის, ეს არ არის, მოდი ვთქვათ, საქართველოს ან ვთქვათ, სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელიც ერთი კაცის სრულზე დადის. ეს არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია გარკვეული ინსტიტუტები და ეს ინსტიტუტები ჩაერთო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პროცესი წავა რთულად, მაგრამ პროცესი წავა, ეს პროცესი იქნება დიალოგის, ომის შეჩერების, ვთქვათ, თუ სხვა მომენტების. აი ასეთი თემაა, რასაც მე ვხედავ. მოუწევს ზელენსკისაც გარკვეული დიალოგებზე წასვლა ტრამპთან, პუტინთან, ყველასთან, მოდი ასე ვთქვათ. დიალოგის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ხომ ის არის, ბატონო ბაატა, ანუ რა პირობებზე დათანხმდეს, რა მიმართულებით შეიძლება დათმობაზე წავიდეს. მოლაპარაკებები ხომ თავისთავად გულისხმობს ორივე მხარის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლას. აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, მე იმიტომ ვთქვა დიალოგი, რომ ეს გახდა პრიორიტეტი. მე რატო ვახსენე დიალოგი? იმიტომ რომ ერთი ბაიდენის ადმინისტრაციის მომენტში თქვენ სიტყვა დიალოგი ხსენიათ? არის ეს დიალოგი იყო ყოველ განცხადებების ზონაზე, განარჩენი იყო საბრძოლო მოქმედებები. ეხლა უკვე დაიწყო შეხვედრები საუდის არაბეთში რაც მოხდა. ესე იგი, რაღაც პროცესი მიდის, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ ვლაპარაკობ, თორე მედლის მეორე მხარეა, რაც თქვენ თქვით და აბსოლუტურად ყველა თქვენ სიტყვას ვახსენებ, ხო, სადაც საუბარია რა პირობებით, ხო? ეხლა დიალოგი შეიძლება იყოს კაპიტულაციით, ხო, სწორია, მოდი ვთქვათ პირდაპირ. ხო, ეხლა ესეც დიალოგია, ხო? აქედან გამომდინარე, ეს მიუღებელია უკრაინისათვის, ევროპისათვის, ყველასათვის, ხო? როდესაც ამერიკისათვის მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ. ამიტომ თემა იქნება ძალიან რთულად წავა რა ეს თემა. სიმართლე ვთქვათ რა. და პროგნოზირება, მე არ გამოვიცხავ იმასაც, რომ ისე ჩაიხიოს ყველაფერმა, რომ საბრძოლო მოქმედებები უფრო ვარესი ინტენსიურობით განახდა.
კი, ამაზე მიდის საუბარი, თუ ვერ მიაღწია წარმატება, შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს. მაგრამ კიდევ რა მაინტერესებს ბატონო პაატა, აი ძალიან ხშირად ვსვამ ამ კითხვას ჩემს რესპონდენტებთან და თქვენც მინდა დაგისვათ. გასაგებია რუსეთის რა სურს და Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა რუსეთს. იცით რა მაინტერესებს, რა ინტერესი აქვს და რა სურს თავად ტრამპს, გარდა იმისა, რომ წინა საარჩევნო დაპირება შეასრულოს, ამავდროულად მისი ინტერესიც ხო უნდა იყოს ამაში ჩადებული, არა მხოლოდ გააჩეროს ომი, ხო? არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ინტერესებიც იყოს დაცული. იცით რა არის, ძალიან საინტერესო კითხვა არის რა. ძალიან შეიძლება მრავალმხრივ უპასუხო ამ კითხვას, მაგრამ მე შევეცდები სულ ადამიანური ფაქტორიდან გაგცემთ კითხვა. ადამიანმა რომელმაც პირველი ვადა დამთავრების შემდეგ მეორე ვადა ვერ მოიგო. ეგ იყო მისთვის სტრახი. ადამიანმა რომელმაც ამ ვადის გასვლის შემდეგ დაიბრუნა ხელისუფლება, ეს იყო მისთვის ტრიუმფი. და აი ამ ტრიუმფში თვითონ ის არის ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანი და ეს ძალიან გაღვივდა, ეს ჩანს. და მას სურს როგორც ხმები იძახიან ნობელის პრემიის აღება რა. ეს არის მისი იდეა ფიქსი. მე არ გამოვრიცხავ რომ ამ იდეა ფიქსის გამო ტრიალებდეს ის ყველაფერი დღეს. იმიტომ რომ სამწუხაროდ რასაც ვხედავ ამ დაპირისპირებებში ყველგან არის ადამიანური ფაქტორი რა. აი ეგ არის ყველაზე სამწუხარო ჩემთვის. არანაირი სახელმწიფოებრივი თემების წაწევა ვიდრე ცხენების. აი ამიტომ არის დღეს რომ ტრამპს აკრიტიკებენ დიდ ამერიკაში. კი ბატონო, და კიდევ ერთი კითხვა ევროპასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ პარალელურად მაკრონის ინიციატივით გაიმართა ორი სამიტი და შესაბამისად იგეგმება დონალდ ტრამპთან შეხვედრა თეთრი სახლის განცხადებით დონალდ ტრამპი ორშაბათს ემანუელ მაკრონს, ხუთშაბათს კი ბრიტანეთის პრემიერს კირ სტარმერს უმასპინძლებს. თქვენ იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომელიც შემდეგს გულისხმობს ეს შოკირება განცხადებებით, რასაც აკეთებს დონალდ ტრამპი, არის იქითკენ მიმართული, რომ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საბოლოოდ გამოიღვიძოს ევროპამ. იცით რა, მე ასეთი რთული კომბინაციების მხარდამჭერი არა ვარ რა, რომ ისეთი ჩახლართვა ხდება, რომ სოფლიო იძაბება იმის გამო, რომ გაიღვიძოს ვიღაცა. მე ასე არ ვუყურებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უყურებ ისე, რომ ადამიანური ფაქტორები მოქმედებს, სამწუხაროდ ისე უშუალოდ ამას ხავს და ევროპის თემა არის ის, რომ ევროპელები მიხვდნენ, რომ გამოგვიძებათ არ დავარკვევდე ამას. დაუშვეს შეცდომა, რომ სულ სხვის კისერზე იყვნენ, სხვის კისერზე გაუღებ ამერიკის უსაფრთხოების თემებს, დაუმარეს 1945 წლის შემდგომ და ეხლა უკვე ხდებიან, რომ ომი მათ სახში, მათ ჩიჩკართან არის. და შეიძლება სახშიც აღმოჩნდეს. ამიტომ ხდება გარკვეული მობილიზაციები, გადაწყობები, მე ინტენსიური კავშირი მაქვს ევროპულ კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან და ვიცი თუ რაოდენ მოქმედებები მიდის აი ამ გადაწყობასთან დაკავშირებით და უახლოეს 2 წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ძალიან მობილიზებულ ევროკავშირს. ჩვენ ნახეთ იცით რომ მათ ახსნურად თავდაცვის მინისტრის პოსტი შემოიტანეს ევროკავშირში, ხო? და აქედან გამომდინარე ეს რასისი მანიშნებელია, რომ ძალიან სერიოზულ დონეზე ხდება განხილვები იმ მიმართულებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამოიწია თემა, ეხლა ეს რეგიონები არის ხოლმე შიდა, რა ქვია, მომენტები, კონსულტაციების თვალსაზრისით შეგახსენებთ იმათ, ერთ პერიოდში სერიოზულად განხილდებოდა ევროკავშირის კონსტიტუციის მიღება, გახსოვთ თქვენ. და შემდგომ ქვეყნებმა თქვეს უარი. აი ახლა განიხილება სპეციალური ხელშეკრულების შექმნა, სამხედრო ხელშეკრულებაზე ლაპარაკი, რომელიც დაახლოებული იქნება, მოდი ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ ნორმასთან, არა კონსტიტუცია, არა კონსტიტუციურ ნორმასთან, რომელიც ფაქტიურად იქნება უმაღლესი დოკუმენტი მსოფლიოსთან დაკავშირებით, აქ საუბარი არის იმ პრინციპებზე, რასაც გააჩნია ნატოს. ეს უკვე ინსტიტუტებში ევროკავშირის განიხილება. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს დგას სახელმწიფო მეთაურობის წინაშე, მაგრამ სახელმწიფო მეთაურები ამას დახურუკასნივა განიხილავენ. აი ეს ეტაპია ახლა ევროკავშირში. და ამან შეიძლება საბოლოო სახე მიიღოს და ცალკე ევროპული ალიანსი შეიქმნას სამხედრო. რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა, როდესაც ამას საუბრობ, ესე იგი განიხილება მე არ ვიცი როგორ დამთავრდება, შეიძლება გამოვიდნენ ქვეყნები წინააღმდეგი ბევრი, მაგრამ ამ ეტაპზე ერთ-ერთი განიხილება სერიოზულად ზუსტად საბოლოო მიზანი არის ის, რაც თქვენ თქვით. კი ბატონო და კიდევ ერთი შეკითხვა ბატონო პაატა ის რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში არ არის ჩართული ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლები ეს რას ნიშნავს და მათი როლი კონფლიქტის მოგვარებაში როგორი შეიძლება იყოს ზუსტად რო არ ჩართო ტრამპმა და მიიღო ეგეთი გადაწყვეტილება, იმიტომ მოხდა მაკრონთან შეხვედრა და იმიტომ ხდება დღეს აი ამ ნორმებზე მუშაობა. აი მარტივი პასუხი არის. ზუსტად იმის გამო რომ რაც ჩაიდინა ტრამპმა, ხო? აქედან გამომდინარე არ გამოვა არც ევროპის გარეშე, არც უკრაინის გარეშე კიდევ ხელ ლაპარაკობ ტრამპ რო ძლიერ პიროვნულმა მომენტებმა და იქნება ეს მომენტების მაგრამ ეს ყველაფერი ნახავთ თქვენ ძალიან მალე გაჩერდება და ეს უკვე დასწრებით. კი ბატონო, კიდევ მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო იმ შემთხვევაში ბუნებრივია რამდენიმე სცენარი განიხილება პროცესის განვითარების, ხო? მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ ერთ-ერთი ცუდი სცენარი განვითარების მოვლენების ის, რომ შეუწყდეს დახმარება სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ეს დანაკლისი შეავსოს ევროპამ? მე დარწმუნებული ვარ, რომ არ შეჩერდება დახმარება, პირდაპირ დარწმუნებული ვარ მაგაში და ის რაც ხდება ევროპის დახმარება, ჩვენ ამას უკვე ვხედავთ, განსხვავებები ხდება გერმანიიდან, ხდება ინგლისიდან და ბევრი სხვა მომენტებიდან, ფინეთიდან. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უკრაინა შეინარჩუნებს დახმარებას ყველაფერს ამ მიმართულებით. Ну, შემდგომში გვაჩვენებს ვითარება. დამოკიდებული არის როგორ იქნება ეს დახმარება რა ფორმებით, როგორ უბრალოდ რა ფორმებით დარჩება და ну, კიდევ ლაპარაკობთ აი ეს შექმნა ერთიანი ძალების რაც განიხილება ევროპაში. ჩვენ არ ვიცით ეს ძალები სადაც ხდება, ხო? შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინაში, ამიტომ ვიჩეს ამ ეტაპზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტი ერთია, დახმარება არ შეჩერდება. კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ბატონო პაატა ახალი ადმინისტრაციის ინტერესი როგორი შეიძლება იყოს ბუნებრივია პრიორიტეტებში ჯერჯერობით ჩვენი რეგიონი ყოველი შემთხვევაში ამ ეტაპისთვის არ ჩანს, მაგრამ მოლოდინები როგორი შეიძლება გქონდეს? მოდით რა არის იცი ჯერ ოფიციალური განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. ამიტომ მოლოდინები დარჩა, ის არ არის ლაპარაკი პრიორიტეტებზე. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ლაპარაკი რა გადაწყვეტილებებს მომიღებული პუტინის და ტრამპის შეხვედრის შესახებ. ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს პუტინის ადმინისტრაცია, ეს ფაქტობრივად საჯაროდ ხდება, გარკვეული ექსპერტები რუსეთში ამაზე ლაპარაკობენ. პუტინის ადმინისტრაცია აყენებს წესრიგში საქართველოს, მოლდოვისა და საკითხებს თან მოლაპარაკებაზე და ტრამპის ადმინისტრაციამ ამაზე არის უარი, ჯერ მოლაპარაკოთ უკრაინაზე და შემდგომ განხილოთ საკითხები. აი ასეთი შეხედვით წერტილებია, ამიტომ არის მე ვფიქრობ სიჩუმე ტრამპის ადმინისტრაციიდან. ნუ ჩვენ მინდა გითხრათ, რომ აი არ უნდა ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში რაღაც საოცრების რა. სიტუაცია ძალიან რთული არის ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, იგივე უკრაინასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც მოლაპარაკებები პუტინსა და ტრამპს შორის შედგეს, მაგრამ არ ვფიქრობ რამე გამოვიდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ნეგატივი არის უკვე ტრამპის მიმართ ამერიკაში მისი მხარდაჭერი სენატორების მხრიდანაც კი. ამიტომ უკრაინის გაყოფა, თქვა გამოყოფა ცალკე საქართველოსი, მოლდოვის და ცალკე საუბარი ძალიან რთულად სხვადასხვა კონტექსტში მოგვარებისათვის ვფიქრობ პუტინი ან ტრამპი ასე არ გაჩნდება ეს ყველაფერი. ევროკავშირის როლი გაძლიერდება, თქვენ ნახავთ უახლოეს ხანებში, უახლოეს კვირეებში ნახავთ ის მიძღვნები, რაც იქნება ევროკავშირში. და ევროკავშირის გაძლიერებას ხო გარკვეული დრო სჭირდება ბატონ პაატა, ანუ კი, დრო სჭირდება, გეთახმებით, ეხლა ყველაფერს სჭირდება დრო, ერთი იმით, ჩვენ ამივეჩვევთ ქართველები, რომ ხვალ არ გვინდა, დღეს გვინდა, ხვალ არ გვინდა უკვე, ხვალ შეიძლება გვიანია, დღეს გვინდა ყველაფერი. ასე არ არის სამწუხაროდ და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ
ის ტემპი რა ევროკავშირში იყო, მოდი თქვა, სიმართლე ტემპი, ეხლა ასეთი ტემპი ეხლა უკვე აღარ არის. ამიტომ ამას ჩვენ ნახავთ. ჩვენ ახლა ძალიან მიბმული ვართ ასე თუ ისე ევროკავშირთან, ძალიან მიბმული ვართ რა. ყველა მიმართულებით თქვა ეს ღირებულებებზე ვსაუბრობ ამ ეტაპზე და ახლა თანამდებობაზე აღლაპარაკობ ღირებულებებით, ამიტომ ძალიან გაჩერდება რა ევროკავშირზე დურვის ქცევა. და ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის, კიდევ მოვისმინე შეფასება და წავიკითხე ის, რომ ამ პროცესმა შეიძლება ხელი შეუწყოს ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერად ჩამოყალიბება არა როგორც უკრაინის პრეზიდენტის, არამედ ევროპის გაძლიერების თვალსაზრისით ამ პროცესის ლიდერადაც მოიაზრებენ არ ამგონია რა არის იცით არ ამგონია მე რომ პროცესი შეიძლება შეუწყოს ზელენსკიმ რა ქვია ხელი ჩაუყაროს, მაგრამ ლიდერი იქნება სხვა. იმიტომ ევროპის, იმიტომ რომ საფრანგეთი ხელშემწყობი შეიძლება იყოს. სხვა იმიტომ იქნება მარტივად რა ევროპის ლიდერობას უნდა დრო. და დღეს ზელენსკი ომობს და ეხა არ არის ისე მარტივად ეს ყველაფერი და ამიტომ მე უფრო ვხედავ რომ ევროპის ლიდერის როლს თავისთავად აიღებს ინგლისი. მე ხა ვლაპარაკობ პიროვნებების თემებიდან გამომდინარე, ვლაპარაკობ სახელმწიფო თემებზე. როგორც ინგლისი ისტორიულად ასე იყო, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა ხაზი გაუსვა, რომ თავარი მოთამაშე დიდი ალბათობით იქნება ინგლისი და ეს უკვე ჩანს. კი ბატონო, და ბოლო კითხვა თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ მოლოდინის რეჟიმში არ უნდა ვიყოთო, რა უნდა გაკეთდეს და გააკეთოს ახლა ამ პირობებში საქართველოს? საქართველოს არის ძალიან რთულ სიტუაციაში დღეს, იმიტომ რომ ეს დაპირისპირება რაც არის ყოველთვის მიუღებელი არის. სამწუხაროდ ხელისუფლებას ბრალია რა ვარიანტი ვიძახ, არ განმუხტვა ამ დაპირისპირების, იმიტომ რომ მას ძალუც ეს ყველაფერი რა. სხვა ამის გამკეთებელი არ არის და დაპირისპირება გვაზიანებს ჩვენ სერიოზულად ყველას. ერთადერთი განმუხტვის თემა არის ადამიანელი არჩევნები და რაც უფრო ადრე იქნება ეს ხა ჩემი პროგნოზი რასაც მე უყურებ ხელისუფლების მიდგომას, ალბათ 26-ის გაზაფხული იქნება ყველაზე კაი პერიოდი, იმიტომ რომ არ ამგონია თვითმმართველობის არჩევნებამდე მათ ჩაატარონ ეს ყველაფერი არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩაატარებენ ალბათ ადამიანს თუ დარჩა მოდი ასე ვთქვათ 99 კაციანი პარლამენტი აქ შემთხვევაში, ამიტომ მაგრამ რაც უფრო ღიად გააკეთებენ პოლიტიკურ მინისტრებს ამასთან დაკავშირებით, უფრო განმუხტავს სიტუაციას. სხვა შემთხვევაში არც მინდა კომენტარით გაკეთება, სხვა შემთხვევაში რა შეიძლება ჩვენ არ მოხდეს. არათუ მინიშნება პირდაპირ ამბობს, რომ 2028 წლამდე არჩევნები არ გაიმართებაო საპარლამენტო. ერთია რასაც ამბობს, მაგრამ ის რასაც კანონების მიღება ხდება, რასაც მე ვხედავ, ფაქტურად ეს ნიშნავს მზადებას არჩევნების. კი ბატონო, და ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, თვითმმართველობის არჩევნები ახსენეთ. ირაკლი ალასანიას ინტერვიუც მოვისმინე, რომელიც ამბობს, რომ ამ არჩევნებში უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობაო. თქვენ რა აზრის ხართ აღნიშნულთან დაკავშირებით? იცით რა, მე თავ შევიკავებდი ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკით, იმიტომ რომ დამოკიდებული არის ბევრ ფაქტორზე, რაც მოხდება. მინდა პირდაპირ თქვა, რომ არა თანამდებობრივი პოლიტიკა იყო ოპოზიციის იმ პარტიების, რომელმაც ანალეგიტიმურად აღიარებენ, ეხლა თუ ესენი არჩევნებში წავიდნენ, მაშინ ლეგიტიმაციას აუძლიათ. ერთ ძალიან ბევრი თუ არის ამ საკითხებში, შევიკავებ ამ ეტაპზე თავს, ეს დამოკიდებული არის კონსულტაციებზე ოპოზიციურ პარტიებს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს.